ისევ კახეთში ჩამოვედით, ხოხბისრემლებში რო ვიყავით გიასთან და ქეთოც რო შემოგვიერთდა და გულო რო კისკისებდა და მღეროდა სამზარეულოში, მაგის გაგრძელება გვაქვს. ოღონდ ახლა მივდივართ გიჟბროწეულში, ტიბანში, უკვე ქეთოსთან და გია და გულო სტუმრები არიან, ხო, მოკლედ, დედას ყურებზე გავჩერდით და ვთხოვე, რომ კადრში გვინდა და არ იყიდოთ მეთქი. ჩვენ მაყურებელს შეგიძლიათ მიესალმოთ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვნახეთ ერთმანეთს. კაი. ხარია, თქვენ რომ ჩვენთან ახართ, ახლა ვიყიდით კურსს. გიჟბროწეულისთვის საერთოდ ისე ხდება რა, ჩვენ გვინდოდა ისეთივე რითმი გვეჩვენებინა თქვენთვის, რაც ბუნებრივად ხდება ბროწეულში, როცა გვაქვს შეკვეთილი სუფრა. გიჟბროწეული სულღია არ არის ქეთო? არა, გიჟბროწეული არის მხოლოდ ჯავშნებზე, 10 კაცი მაინც უნდა იყოს, რადგან არის ტიბანში და მოშორებულია ქალაქისგან ყველა დასახლებული პუნქტისგან და საჭიროა სუსხანარი მობილიზაცია, რომ ამ სტაფი წავიდეს და მოემსახუროს კლიენტს და კმაყოფილები დარჩნენ ისინი ჩვენს და ხო, ამიტომ საბარგული სავსე გვაქვს პროდუქტით. ეხა გზად კიდევ ხორცზეც უნდა გავიაროთ და პური ვიყიდოთ. პურს ყიდულობთ. გამარჯობა. სპეციალურად ეს არის? თქვენი ადგილია ეს პური? კი, სხვაგან ვერ შოულობთ, აქ მოვდივართ. ძალიან ბევრი კარგი თონია. ეს არის ერთ-ერთი კარგი თონი. აჰა, კაი. 10 პური გვინდა თუ შეიძლება ახალი თბილთბილი. პური არის საჭმის ხერხემალი რესტორანში. ხო. პურიც უნდა დაიწყოს ჩემი რა. ხო, გეთანხმებით და როგორც წესი გამომწერებს აინტერესებთ ხოლმე ყველა ადგილზე, სადაც რაღაცას ვშინჯავთ და ვყიდულობთ, სად არისო და რა მისახეთ? მადლობა. ხო. და ეს ორი ცალი სწავლობთ. წნორისკენ მემამალი გზა. აი, ნახეთ რა სუნი აქვს. წნორია ფაქტიურად. თბილია. და კარგია. მოვტეხო პატარა. მოვტეხე. კი, ყველა მოიტეხეთ წერები. მოიტეხე. მაგის მუღამი ეგ არის. მაგარია ლაშა. აჰა, შენ შეგხვდება. კაი. შერგილო. უკან სიდენიაზე ბავშვობ თქვენთან. გია, ხერხემალი გავსინჯეთ უკვე. ეს ხმიადები მოგვაქვს თონეში ჩაბრუნებული პური. შეგვიძლია რომ სალატში ან რაღაცაში მოვიფიქრებთ და გავაკეთოთ. ანწვანილებით ვიცით ხო თონეზე ვაკეთოთ რაღაცებს და იქ გავაგრძელოთ მე. კაი, წავედით. შევასხათ ხორცი. ეხა ხორცზე უნდა გავიაროთ. ეხა ხორცი ყიდით ხო ხორცი. წამო. ხო, კარგი ხორცი გაქვს მწვადის. ვარდივით. 3 კილო მინდა. თან გიღებთ იცოდე. შეგოლილი ხორციცა გვაქვს? აბა მაჩვენეთ შეიძლება. აქ რო იმღერებ გახსო? ო, როგორ არა? ისინი ხო ჩამიყარე. თუ იმან აი, გულიკომ ჩაგეყარა. ხო, აი გულიკომ ჩამიყარე. უნდა მეთქვა რომ ისინი ვაკლა გულიკომ ჩამიყარა ისინი. გულიკომ ჩაგეყარა. შენ როგორ ახლა კრო? კარგად, მადლობა. ხო, აქ უნდა მეთქვა და ახლა შენ ვერ დაგიდახ. გამოგარდა თაბაგოები. ეხლა დაგვიჭრია ჩვენ აქ. შენ მსახიობობას თავი დაანები. არა. გურობის გარეშე. ერთ-ერთი ადგილია, სადაც ვენდობირო ღორისკოცი. კი, ნამდვილად ეს არის ის ადგილი, ჩვენ სადაც მიგვაქვს. არც ვაკვიდები, არც ამოწმებ. ბრმად ვენდობი რომ ამიწონონ, ძალიან კარგად დამიჭრიან, გაასუფთავენ. კარგი ბიჭები არიან ამ. ძალიან პატიოსთან. როგორი გამოვიტანოთ ახლა? სამწადე გვინდა. სამწადე. ნეკნების იყოს სუკიანი. იყოს და სუკიჩო გაზდეს. კი ბატონო, იყოს. სუკი და ნეკნი აუცილებელი. კიდე ნეკნი. მომეცქი ეს დაუმაგრო ხო. მიკროფონი. მეტყველა. ეგ დახარი რომ რა. ესა. და ვაფშე უზეური სხვა რა მოვიდა. ყველაფერი კარგი. გინდა უზეური იყოს, ეხა არჩივანი თუ არ იყოს უზეური. ესეც წნორის. ესეც ხო იცი, კაი, კასპის სულია, ესე იზა მაგარია. მივყვებით სანამ ტიბამდე მივოთ, ბევრი კარგი პროდუქტი შეგხვდება და აი ეს ჯობია. ზუსტად ჩვენი ნიშიც ეგ არის, ხოხბისრემლების და გიჟბროწეულის, რომ ავარჩიოთ ყველაზე საღი, გემრიელი, მადის აღმძვრელი. ესეთი კარგი ბიჭები, ყველაფერს ჭრიან, ისუფთავებენ. ეხლა მოვიღებთ უმზეურს. ნახე როგორი სპეციალისტია. ხო. ეს მხარი დარჩება იქეთ. ჩვენ კათედში ძალიან გვყარს უმზეური, იმიტომ აი ამ მხარის ის ვარი მზე არ ხვდებაო რა, იმიტომ ეძახიან. მაგიტომ ეძახიან უმზეურს. და ძალიან კაი სამწადეა. ამან ხარ დავაჭრე. გადმოაბრუნე გენაცალი. ხო, აი გემასი ჩამოაჭერი. ეს მოხსენი და ცოტა ეს ფილე მინიონ რო გამოხვეცა. აი ეს ჩამოაჭერი აგინდა.
შეიქმნა. ნახე როგორი ნაჭერია მართლა. ძალიან ეხლა ევროპაში ამას ხოც ამდენს დაადებდნენ და ცალკე შეფუთავდნენ და რაღაცა 35 ევროს ან რაღაცას და არც ძალიან მსუქანია, რბილი ნაჭერი აქვს და აი იწება ძალიან თანაბრად შამპურზე. თან წალამზე შევწავთ, შენო ამასაც დიდი მნიშვნელობა. ხო, არც ბევრი ქონია, არც გამხდარია, როგორც აი ეს მარმალიროს ხორცი ისეთი თან აი როგორი გემო იქნება ეხლა просто უბრალოდ კახეთის მწვადი ძალიან სხვა თემაა რა, აი სალაბარა. და აი ნებისმიერ ოჯახში შეიძლება ისეთი მწვადი შეგიტყვა, რომ სხვაგან ნებისმიერ ოჯახში. იდეალური ნაჭერი. აი ხა ის ამტონზე როგორი იდეალური ნაჭერი. ეს ხო ვეთქვის არის, ესო დაიწება, აი ყველა არც კი უნდა შენ, ნა. ყველაფერი აქვს. რა? პროცენტულად ცხიმი ერთი, ნახე 25%-ზე მეტი ცხიმი არა აქვს, ქონი არა აქვს. ქიერო პროდუქტებს ეფერება. მე სამყაროს ვეფერები მარტო პროდუქტებს არა. ყველაფერს ვიმახვილებ. ოხ გია, შეტას. გულიკოსაც კი ვეფერები მაგრამ და გავაკეთე. აი და ხოჭო ხოლმე კიდე. კი, კაც, რას სამ. კი. აუცი. ეს არის სამზარეულო. აი ავზიდეთ პროდუქტი და ეხა დაიწყება უკვე მზადება. მე მგონი თქვი დასაწყისში ხო რომ სულ ღია არ არის გიჟიბროწეული, შეკვეთით არის. რამდენიმე ადამიანს წინასწარ შეუძლია შეკვეთა, მაგრამ გეგმაში გვაქვსო რომ სულ იყოს. ესეთი ადგილი რანაირად არ უნდა იყოს სულ ღია. პირდაპირ კავკასი, ვენახები და მერე კავკასიონი. იმედია დღეს გამოაჩენს თავს ღრუბელი ეზევიდან. ნატა, მოდი ჩემთან კადრში. გაგაცნო ჩვენს ფართო აუდიტორიას 10,000 გამომწერი ყავს. გამოიწერეთ რეჰანი და გამოიწერეთ ჩემი დეიდაშვილი. და გამსკავსებენ ხოლმე ძალიან და ყველას დავგონივართ. ხანდახან ვერევით კიდევაც შენ ერთად სადაც ცხოვრობდით იქ მეზობლებს. რეჰანი კუკინგიც გამოიწერეთ. ეს არის ოსპი. ვიჩინით. აი გარი. ეს არის ძველი ქართული რეცეპტი საქართველოში. კივე. აივა. მუხუდოთი და ძროხის ხორცით, რომელიც სადაც ვაცოცხლებთ ხოლმე, ძალიან მინდა ვაცოცხლდეს. ჩახაფული არ არის, ამას ტარხუნა არ აქვს, მაგრამ ბევრი პიტნა აქვს და მუხუდო აქვს. ეს არის ძველი ქართული რეცეპტი, რაღაც ვეძებ ხოლმე სადაც წიგნებში, მაინტერესებს. ეს არის მოწეული ხელოვნება. პოულობ ესეთ პატარა ხო, აი ძველი გამოცემა 1900 არომატიკი აქვს კარგი. ძველი გამოცემის წიგნებში. და ვხვდები ხოლმე მაგეთ რაღაცებს და მაინტერესებს. ეს არის ბოლო კაფხალი. შვენება ამ სეზონის. აქ არის ახალი ნიორი, ცოტა კინძი, ვენახში მოკრეფილი მჟავნა, ლიმონი და ზეითუნის ზეთი. ბოდიში ბავშვებო. აი ხა გავხდე. აი ძალიან ისე რა. შეიძლება ყველი შეურიო, შეიძლება ნიგოზი შეურიო 1000 ვარიანტი. მაგრამ ხა ის იყოს ახლა გაზაფხულია ცოცხალი და ის წანილების გემოქონდეს, ხო? მე პირადად მინდოდა რომ თქვენ გენახათ ქართული სამზარეულო რამდენად ის რაც ვიცით ის კერძები. იმის გარდა რამდენიმე არის ძალიან ბევრი. ანუ რაც ეს მენიუ ჩამოყალიბებული აქვს ის ძალიან მოსაწყენია ჩემთვის როგორც შეფისთვის. და ამიტომ ვცდილობ რომ გაჩვენოთ ის სამყარო რაც ხშირად არ საუბრობენ და არის ძალიან დიდი სივრცე და ფანტაზია ქართულ სამზარეულოში. კახეთს ყოველს აღიწყებენ როგორც მე ხორცეებს რა, ხო? ხორცის და აი თქვა სინამდვილეში აი თქვენ თვითონ ხედავთ აქ რა ხდება. ბუთქ ნახე, ეს გავაკეთე, მოდი ხახვი დამიწყე რა, მომიდაღე. ეხლა აი, ნახე რა ლამაზებია. ძალიან კაია. სად ეხა ტაფაში შემწვარი და სად კიდე ესე? ძალიან მაგარია. ეს ბებია ჩემი აკეთებდა ესეთი
რაღაცებს რა, რეჰანიც და პამიდურით. ეხლა გვინდა რომ თქვენთვის ეგ გავაკეთო, მინდა ეგ რომ თქვენ გქონდეთ მაგის შანსი რომ ჩვენ ტრადიციულად ოჯახებში რაც აკეთდებოდა, ისინი რომ შემოგთავაზოთ. ეს რესტორანი მაგით არის ცნობილი. რომ თავისი პატარა ინტიმური რაღაცა თემები ცოტა გავასაჯაროთ. ადამიანი რა გულსადებს, რა პროდუქტს იყენებს, მაგას ამიშო. დიდი მნიშვნელობა. მე ვინ გიდგა შენ გვერდზე, მოკლედ გულიკორაც შენ გვერდზეა. ან გიუნა, აი, ყველაფერი კარგად არის. ჩვენ ძალიან კარგი ხალხი ყავს ზემოთ მომსახურე, ვინც არიან სამზარეულოში ვინც მუშაობენ, ყველას თავისი სპეციფიკა აქვს. სულიერ ფაბრიკა ვერ წამოვიდა, არ ეცალა. ხო, შუებს აკეთებ. ხო. არ ვიცი საიდან მოხდნენ ჯავშანი კონდა და კონდა. თუ შეიძლება სიმღერისთვის დავუშვებო. საში არ არის პრობლემა. No problem. ხო, დარჩენ რა პრობლემა არის. ხო, ხმელიც უყავი, ბუთქ და ხო? და ისიც ახალიც უყავი. დრო ვიხელთეთ სანამ სუფრა გაიშლება, ქეთო და გია ესე წავიდნენ უკვე ბოლოსკენ სერვირებას აკეთებენ. ხო, სხვათა შორის შემთხვევით შემოგვესწრნენ ჩემი სტუმრებიც. ხო, მოვიდათ. Airbnb-ში ვინც რჩებიან სიღნაში სრულიად შემთხვევით. და მაგათ ჩაუტარეთ. იმას ჩაუტარე ახლა პატარა ინფორმაცია გავაცან, იმიტომ რომ სრულიად შემთხვევით მოხდნენ არაფერი არ იცოდნენ ყოფის რამების შესახებ. და მოკლედ აუხსენით და რო უთხარი რომ მუსიკაც იქნება მათი ხვეწები იქნება შეფებს თხოვო რომ ჩვენც დავჭეთ საღამოსო. ნუ საღამოდე არ მოგიწევთ, იმიტომ რომ ეხლა გვექნება თითქმის ყველაფერი მზად არის მეთქი და დაგთანხმდნენ და კეთო და გია დაგთანხმდნენ. გაუმრავლდით. სერგი, იცი რა მაინტერესებს? სხვადასხვა დონეზეა ქვევრები ჩაყრილი. ხო, სხვათა შორის საქართველოში ყოფილა ეს ტრადიცია. ძველი ტრადიციული მარანი თურმე შენდებოდა ესე. შეიძლება ზოგიერთმა იცოდეს ძველი ნარკვევებიდანაც, როცა არსებობდა ნახაზები, ზუსტად როგორ უნდა აშენებულიყო ქართული ტრადიციული მარანი. ქართულ ტრადიციულ მარანს ყოველთვის ჰქონდა დაახლოებით 3 ან მინიმუმ 2 დონე მაინც. დონეში გულისხმობთ, ერთი დონე იქნებოდა დაახლოებით მიწის დონე, სადაც დაბალი ტემპერატურა, კარგი ტემპერატურა იმისთვის, რომ ღვინის პირველადი დადუღება მოხდეს, შაქრის და საფუარის. გარეთ რაც არის ოდნავ თბილია. და თანვაშაც გადაიღებს და თან მოაჩვენებს. გარეთ ქვევრებში ოდნავ მაღალი ტემპერატურა, იმიტომ რომ მზის ქვეშ არის, ნუ გადახურული არის, მაგრამ შედარებით მაღალი ტემპერატურა და იდეალური არის პირველადი ფერმენტაციისთვის. ანუ ყურძენი როცა იკრიფება, პირველად ხდება დუღილი პირველ სართულზე ან პირველ დონეზე, ასე შეიძლება ვთქვათ. იქ რო დადუღდება, მთლიანად შაქარი დაიშლება, მერე უკვე ჩამოდის მეორე დონეზე. მეორე დონეზე ტემპერატურა გაცილებით დაბალი არის და იდეალური კლიმატი არის იმისთვის, რომ დავარგდეს ქვევრში. აქ რჩება დაახლოებით 6 თვე, ხდება ღვინის დაწმენდა, ყველა ნარჩენი ღვინოში, რაც მერე არ აგრძელებს კანთან ყურძენთან ერთად, წვენთან ერთად კონტაქტს, კი, ის უკვე იძირება და ხდება ბუნებრივი გაფილტვა, ესე ვთქვათ. მერე იღებენ აქედან წვენს და ან ისხმება ბოთლში, ან ისევ აგრძელებს ქვევრში დავარდგებას, ესე ვთქვათ. სანამ ღვინოს გამოიყენებენ, ქვევრის გამოწვა ახლიდან დაბადებას ეძახიან, როცა დიდი ვედროთი, ვედრო ივსება ნახშირით, მუგუზალით და ჩაყოფენ ქვევრში. ეს ქვევრი ცხელდება და ყველა იქ ბაქტერია თუ რამე არსებობს, რაც ჩვენ არაფერში არ გვჭირდება, იწვება, ქვევრი ცხურდება და სანთლავენ ქვევრს. რომ სანთელმა დაიცვას ნებისმიერი ბაქტერია, რომ მოხდეს თვითონ ღვინოში. მე მეგონა მარტო რეცხავდნენ და ეგ პირველი, ანუ აი ქვევრის დამზადების შემდგომი ეტაპი იყო ეგ და მე რა უბრალოდ ყოველწელს რეცხვა აუცილებელია, თუ კარგად არის მოსანთლული, შეიძლება 1-2 წელი აღარ დასჭირდეს მოსანთლა. მაგრამ რამოდენიმე წელში, შეიძლება 3-4 წელი გაძლოს და მე აუცილებლად ისევ სჭირდება ქვევრს გახურება, ისევ მოსანთლა, რომ ჯანმრთელი ღვინო მიიღო ქვევრიდან და არ კონდეს ნამეტანი
ჟანგი ან რამე ბაქტერია, რომელიც არ გვინდა რომ ღვინოში იყოს. კაი, წავიდეთ ახლა დავხედოთ სამზარეულოს და გავსინჯოთ. და მოგშივდა. ჭინჭრის ხინკალი. ის ხალი, მარტო არ აქვს ნიკოს და კიდე რაღაცეები, ნარჩვის მანური ყველი, ნუ ის გუდა და ყველის ასორტია, მაგრამ ნარჩვი მეინტერესებს ძალიან. კი მაქვს გასნებული, მაგრამ რამდენჯერმე მქონდა სულ ჭამის ბედნიერება. ეს ნახე ჩაქაფულს რო გავს, მუხუდოს კერძია, ხორცი, ხბოს ხორცი, მუხუდო და პიტნა და მწვანილია, ოღონდ ტარხუნა არ აქვს. აქეთ ჭარხალი გვაქვს გაწურული მაწუნით, ბადრიჯე ქეთო. აქ ისეთი ამბავი ატყდება მეთქი რომ დავსხდებით, მინდა რომ მოუყვე მანამდე კადრში რა არის ცოტა. და ბადრიჯანია რეჰანით, პამიდრით, კიდე რა აქვს ბადრიჯანს ისეთ საინტერესო და განსაკუთრებული? ბულგარული. ძალიან მარტივია, მაგრამ სიმარტივეში არის ის სიგემრიელები, რაც ბებია ჩემის ოჯახში მზადდებოდა. მინდოდა რომ ის შემომეთავაზებინათ თქვენთვის. და ფხლოვანა, ოღონდ ღანძილით და ყველით. ამ საწებელში გიემკითხვა სამზარეულოში რა არის? ეგ არის მჟაუნის соуს. ხო, მჟაუნის соуს. იქით ლორი, კახური, ახალი კარტოფილი. დანარჩენი მოვყევი. იქ ხო ქათამია შინდის საწებლით და ყველის ჭხირები? ქართული ძველი რეცეპტიდან ამოღებული რა, მაინტერესებდა. ესეც ძველი რეცეპტიდან არის და ეს ძროხის შეჭამალიც, ესე რომ ვთქვათ. არის ძველი რეცეპტი. ახლა თქვენ შეგიძლიათ შანსი გაქვთ რომ გასულოთ. ისი ამონა. So the dancers can walk through. ურევით ყოს. Hello. Nice to meet you. Thanks for allowing us. Very special herbs in Caucasus. There in the mountains. On the snow. ეს იგი პირველი მინდა გავსინჯა ძველი რეცეპტია. თან ჩაქაფულს გავს და არაფრით არ არის ჩაქაფული, იმიტომ რომ ტარხუნა არ აქვს. მუხუდო მწვანილები და ბევრი პიტნა აქვს. მაგის გამახასება ბევრი. დავნახოთ როგორია. It's not boiled, very fresh, and we have another. ახან მუხუდო იყო, მინდოდა ხაზი გამესვა რომ ანუ ქართული სამზარეულო მუხუდოს იცნობს. და არ არის ახალი მისთვის რა, მუხუდო. როგორც აბრეშუმის გზის პატარა ნაწილი. როგორც ჩანს, აქ მიმოცვა ხდებოდა. ძროხის ხორცი, მუხუდო, პიტნა და ძალიან ბევრი გაზაფხულის მწვანილი აძლევს იმ არომატს, ლიმონი, თეთრი ღვინო. მადლობა. რაღაცა ბუკეტი იკვრება ისეთ. იყოს ეგ, მოიცა? ხელით ვიზამ რო ჩემ. აჰა. არა მეყოფა სხვა რაღაცების მაქვს დასასინჯი. მადლობა. აი, გადავედით ტყვაძე. მაკედინა წადი. მადლობა გე. This is Georgian style. Yeah. No, India's make Indian strawberry chutney is little difference, but this is so Georgian. აუ რა წვნიანია. წადი გითხარი რომ ეს წადის ხანაერი იქნებაო. ძალიან წვნიანია. ნუ პროცეულიანია ხახვი? ბროწელში ვავარგებთ ხალხს. ჭრით და ბროწელში. 1-10 წუთი რა მეტი არც უნდა. ძალიან გემრიელია. ძალიან. გადავედი ფხლოვანზე. ყველაზე კარგი ფხლოვანი, კიდე ძალიან მომეწონა ფხლოვანი. ხანძილები. აი უხდება ესეთ სომის მომწონს ამის სიხარს. მე ბევრი ლაპარაკი არის, მაგრამ ჩემს მაგიროთ საჭმელი ლაპარაკობს ასე რომ ქეთო მეტი რა უნდა ამაზე მეტი რა უნდა ილაპარაკო. უგემრიელესია და ჭარხლის ფოთლიან ფხლოვანს მირჩევნია ღანძილიანი. ხო ის კლასიკურია და ძალიან მიყვარს, მაგრამ თამოჩი მულამაზი პატარა თამო. სამოსია მოდი თამო. გამარჯობა.
ამას მე გავგრძელებ. ჩქარობ რო გავსინჯო ყველაფერი. ლაშამ ისე მეწოდება. ლაშა და კამერა და შეჭამეთ. კომენტარებში წერეთ რომ ლაშამ და კამერა და შეჭამეთ. ხო შეგიცვალოთ ეს. არა იყოს ის საჭმელი მაქვს ისინი კიდე თან. ცოდო. ეს რა არის ხო? ეგ არის ოსპი. ნო დაიკო ჩამოდი გელოდები. ნუ აბა ვნახოთ. ეს უკვე ლორია ოსპი. It's incredible. ნუ საინტერესო გამოაქვამა. ხდება აბალანსებენ ერთმანეთს. ძალიან. არა ისეთია მინდა რომ ისევ ხოვანას მიუბრუნდეს სასწაულია. აი უგემრიელეს. ყველაფერს რაც ამეზია. დღევანდელ დღეს. რაღაცა აზრი ჰქონდა ეხობა რატოს შევიდრებთ. Cheers for today. აი შეკრებას გაუმარჯოს. ამ სილამაზეს გაუმარჯოს. დავით კადრიჩას. So strange. Sometimes in Georgia there are lots of food at the table, but just one thing. And one is so unique. ბადრიჯანიც ძალიან ცოცხალია. I mean, everyone. It's pairing. გემოები გრძნობა ცალ-ცალკე რა. Vegetable meat. ბადრიჯანშიც გაზაფხულია. And the wine and protein, everything is local. And mine is local. I toast to everyone here. Thank you for having us. Thanks for being with us. For visiting Georgia. ეხა გავსინჯავ ჭინჭრის ხინკალს. დაწურული მაწვრით. სამარხოთ ამა. Not at all. რა მწვანე და ცოცხალია. No. მედო ყველაფერი გემრიელი კია, მაგრამ We are so glad to be part of it. ლოვანა და ჭინჭრის ხინკალი შეიძლება ვერ გადარჩა ისეთი. We've been saying this whole trip that it's mind-boggling that there aren't any Georgian restaurants. სანკაია. You are from Korea. იმდა შეგაწუხო, მაგრამ შენსკენ არის რაც დამრჩა გასასინჯი. ჭარხალი Together a cookbook just based on this meal. გაწურული ეს მაწვრით. არის ჭარხალი, რომელიც შებოლილია ცეცხლზე. ხა. და სალათის ბუცლებთან, გაწურულ მარცვლთან, ზეითუნის ზეთთან ერთად, კამა, ლიმონი, It's just delicious. ყველაფერი ეს ერთად. კი ბატონო, მადლობა. გავსინჯოთ. მე პირიქით დავიწყე ისე გამომივიდა, სტარტერები გვიან მოვიტოვე, მაგრამ რო არ გაციებულიყო მაგიტო. ბიზნესი? მაინც არტერი ჩამოდი. აუცილებელი. სანკნაწუნა და არომატული. გემრიელესია, ქეთო. The smokiness is so nice. Yes. შებოლის არომატი. როგორ გაიგონო არა? მოტკბო რაღაც ამ ბოლოში. ფანტასტიკა. ჭარხალი მაგარი თემა უბრალოდ რაღაცა. ხო, მაგარი და ცოტა დაუფასებელი არ არის? მაგრა დაუფასებელია. რეჰანი რატოღაც არა, რეჰანი ძალიან დაფასებულია. რეჰანი მაგარა დაფასებულია. ველოდებით ხოლმე როცა მოდის. ხო? აი ესე მე და გი არის? არ არის? ჯერ არ არის? კი არის და რო არის და გახარებული და არის რეჰანი. ქეცნობია რომ მაგას ინტენსიურად ვსუღებთ ხოლმე, ინტენსიურად ვსუღებთ, ანუ ვიყიდით დავალაგებთ გადავუგებთ მარცვლთან ერთად, ლიმონთან ერთად და რაღაც რეჰანი მაგარი თემა. Look at this. Yeah. Like asparagus, for example, like this, yeah. It's crunchy. Well, I have to try it for my subscribers. You should. I think you should. Okay, And then well, you let's really try it. Sorry, no, yeah. No, go on, that's please. it. That's what I meant. And then you will Thank now you. you will know exactly what we are talking about. Yeah. Okay. Even you know, in this case, even this is Yeah. you hear it. Simpson. It's just brilliant. ხრაშუნი რო ისმის მაგაზია საუბარი.
That's why I asked you because it's a very difficult thing to do. So ძალიან კაია მართლა. Can I say a toast? იცი რა, აი გაიხარე, სიმღერა ხوار დაწყეთ, მაგრამ სიმღერამდე მარცხვის საწეველი მაქვს გასასინჯი, კეთო. უცე, მადლობა, მადლობა. ამას რასთან სინჯო, თუ ცალკე. კარტოფილი შეგვიძლია? კარტოფილთან რომელიც. ვაიმე, კიდევ სტუმარი ყავს კი. მე როგორია? აი ჩემი ჯგუფი ხო ხედავ, მე ჩვენ ვაფასებ აი ბალანს, ამ ყურძენს, ამ ვაშს. ამ პროცესს მოდის ახლა ბოლო კამხას, ამ სიამოვნებას ვიღებ და სოხოში ჩვენ არია, გასინჯა მარწვისაწვდომი. ძალიან მაგარია. არის მეშენი მაგრამ არ ეგეთი შესაძლებელი არ გიჭამია. ხო, გიჟმა ბროწელმა მოიგო ოსკარი. 22 ქვეყანაში. oh, it's and we have 2016 წელს გაიხსნა გიჟი ბროწელმა. 2018 წელს იყო ჩამოსული რაღაც ამერიკული კომპანია IMG. და ჩაარეს და off-road-ის and it's very easy for you because Turkish Airlines to Istanbul. გაიმარჯვა ბროწეულის გიჟი ბროწეულმა და ოსკარი აიღო. მე-18 ადგილზე გავედი. მაგარია. და მინდა რომ იცოდეთ უბრალოდ ჩემთვის რო გითხრა რომ რაღაცა ისეთია მიზანია ეს და ჩემი ამოცანა მართლა ვერ გეტყვით, მაგრამ სასიამოვნო ფაქტორია რომ რასაც შენაკეთებ სპეციალისტმა დაინახა, იმ 100 ქვეყნიდან 36 ექსპერტი იყო და დაინახეს შენ რასაც აკეთებ და მოგანიჭეს ოსკარი ამ განხრით. და არის საამაყო ქვეყნისთვის პირი. გარდა ოსკარისა ძალიან ბევრი სტუმარი ყავთ ხოლმე და მათ შორის იყო ჯეიმი ოლივერი. დიახ, ჯეიმი ოლივერი, რომელიც ჩამოგცანდა და გავაკეთებდნენ ჭარხლის სალათი. ანუ გადამღებმა და გაგიჟებული. გადამღებმა ჯგუფმა მთხოვა რომ საერთხელი არაფერზე არ მოაკედებინო, იმიტომ რომ მე უნდა გადაიღოსო და ის ჭარხალი დაუსვლის ხელებსო და ჯეიმი ისე იყო მოწესრიგებული, მითხრა რომ რაც გინდა გამაკეთებინე ყველაფერთვის მზადა ვარ და ჭარხალის გამიხეხა, წანილების დამიჭრა მე კარგად ჭაჭაც ჩარტყა. ამ კუთხეში ერიდექით? აი, იყო გადაღება. ხო და რაღაც დაძაბულობა იყო რა, თელ პერსონალში. ხო იცი მაინც ჯეიმი ოლივერი. But there's got Ethiopian food in შეფი და Nairobi, უბრალოდ პირველი very შეფი good დაუსრულე. Ethiopian. გეტყვი? კარგად ახლა ჭიდა. კარგად. რა ვიცი, კარგად. მივხვდი რაღაცა სჭირდებოდა რა და მე ვთქვა ხა შენ დაგალევინებ რაღაცას რომელიც უცბად გაგიხსნის ყველაფერს და ესე იგი ისეთი ამბავი ატყდა აქ რო აი საოცრება ყველა აი რო გავატარეთ მე სუფრა და მე სუფრა სიცილი რაღაცა ისეთი ოქონჯერული წავიდა არ ხოტრამ წყარო თუ გოია ი გარაზე და ჩამოსა შეჯურის ნაშნატორია ერთგვარი შინთანმამცა შეჯურის ნაშნატორია ერთგვარი შინთანმამცა შეწყდა ჩამო დატარა თუნხიტა თუნგიტა შვაგეი მოსტაგარა Gazini, Silvani, Kadi, Knebi, Dina,
ხოხბის ცრემლებში რო გადმოვედით თქვათ ეგეც და საერთოდაც იქ დავლიეთ ესეთი დიდი სადღეგრძელო უცხოელებიც შემთხვევით შემოვიდნენ შერგილის სტუმრები და იმათ ვუყვებოდი რომ თავრიკოს დამსახურება მეთქი რომ მოვხდით იმიტომ რომ გითხრა რომ კარგი ჩამოდი მეთქი და ეხა გამოგაჩენთ ეს რა დესერტია ეს კიდე როგორც პავლოვას დესერტი მასეთი რამე არის მიმსგავსებული არის ოღონდ პავლოვა ხილით კეთდება ეს არის თხილით და კარამელით ქართული თხილი არის და კარამელი არის აქ ნაღები და კვერცხის გულისგან კეთდება კიდე მეორე კრემი ორი კრემი არის აქ აია იქით მერინგა გაიტანეს და იდეალი ბეზეს რულეტი არის არა მედოკის ტორტი არის რომელიც თაფლიდან კეთდება ის და ის კიდე კვერცხის ცილაა გადაგვეფილი კარგად კვერცხის ცილა არის ალუბალთან ერთად და აქეთ შუც ხვება კი და კიდე შუც ხვება აი ყავაზე ხო შემოგვიერთდებით გავაკეთე ხო შუ კიდე იქნება კარდამონის კრემით ხო ძალიან მინდა უკვე გასინჯო ყველაფერს ამასობაში გადამიღე, ხო? ხო. დესერტზე შემოვიარეთ, თავრიკოს დესერტზე. გებრიელობების გარეშე არ გაგიშვებთო ესე თქვა. და ეხლა ცოტა სამივეს გადმოვიღე. აი ამას ჭრიდა. სამზარეულოში რა დავაცხით. როგორც ყველაფერი. აია მომჟაო ყინული ფანტასტიკა მოკლედ ესე გემრიელად და ტკბილად ვასრულებთ ეპიზოდს კარგად You are all I want, for all I worship and adore.
spring is like on Jupiter and Mars. In all the woods, please be true. In all the words, darling, kiss me.